დღეს მინდა გაჩვენოთ წიგნი, ესეთი, საოცარი, რომელიც არის ასევე ფილმის ეკრანიზაცია, ამიტომ რაღაცნაირად ორი ერთში გამოდის. ეს არის საოცარ ქალზე, ფოტოგრაფზე, ლი მილერზე, რომელიც ბევრი მიმართულებით არის ცნობილი, მათ შორის ის რომ იყო ძალიან ესეთი საოცარი ფოტო ნამდვილად ხელოვანი მან რეის თანაშემწეც და კომპანიონიც და ასე შემდეგ, რაღაც 3 წელი ერთად იყვნენ, მაგრამ ეგ არ არის ძალიან საინტერესო. საინტერესო არის ის, რომ ეს ჩვენი ქალბატონი ლი, რომელსაც ეძახდნენ, იღებდა ომს და საინტერესო არის ის, რომ იღებდა ჟურნალი Vogue-ისთვის ომს. ხო, შეიძლება ვთქვათ, რომ რა შუაშია მოდა, ფეშენი ომთან და საერთოდ ეს თემა ერთმანეთთან როგორ იკვეთება, მაგრამ მანდ არის რაღაც მომენტები, აქ ნახსენები თუ სად იკვეთება და ერთ-ერთი არის, რომ ქალები, რომლებიც არიან ომში, რომლებიც მუშაობენ, მათთვის მაინც არის მნიშვნელოვანი იყვნენ ქალები. და ეს ჟურნალი მან ძალიან ეხმარებოდათ, ეს ერთი. მეორე თვითონ გამოცდილება ლის და ზოგადად ქალი ფოტოგრაფების, რომლებიც ომში და კონფლიქტებს იღებენ, მაინც არის ძალიან რთული, იმიტომ რომ გარემო არის უფრო მასკულინური, უფრო რაღაც გონიათ რომ გოგოებს განსაკუთრებული რამე გვჭირდება, ან არაფერი, ჩვეულებრივად მუშაობთ და შესაბამისად აქ ამ წიგნში ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი მისი ცხოვრება. აქ არის თქვა მისი რამოდენიმე ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ლის ქონა გამოვლილი ბევრი საინტერესო მომენტები. ფილმი ეს ეკრანიზაცია, სადაც თამაშობს ულამაზესი და უსაყვარლესი კეით უინსლეტი, ჩვენი ოსკაროსანი ქალბატონი. არის მოკლედ ესეთი ფოტოები აქვს, თვითონ ლი მილერს გადაღებული. თვითონ ამ წიგნს აქვს კეით უინსლეტის წინასიტყვაობა, იმიტომ თვითონ ძალიან აღმართებდა და მოწონდა ეს ქალბატონი მისი სიძლიერით და ეს არის იგი Vogue-ის ერთ-ერთი ესეთი ყდა, სადაც ლი იღებდა ქალებს და მათ ასე იგი წინახაზე, ასევე აქ რასაც ხედავთ ამ ფოტოებს ფილმშიც არის გაცოცხლებული თითქოს ეს კადრები თუ როგორ იღებდა საოცრად. ასევე ჩვენ აქ ყვება თუ რა გზა გამოიარა მან აქამდე მისასვლელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ომში წასვლა და გადაღება. იგი ისედაც საკმარისად პოპულარული ფოტოგრაფი იყო იმ დროისთვის და მაგრამ აი რასაც თავიდან დავიწყო ლაპარაკი იმაზე რომ ქალები ომში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ისინი მათ შეუძლიათ ჩვეულებრივ, ანუ როგორ გითხრათ, ატარონ ტექნიკაც, იყვნენ ძალიან რთულ პირობებშიც, ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე, რა თქმა უნდა. და ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ზოგადად მოსალაპარაკოთ ომზე. ომს აქვს ძალიან ბევრი რაკურსი. და ამ რაკურსების ყურება საინტერესოა სხვადასხვა ადამიანების პრიზმიდან და რაღაცნაირად კიდე სხვანაირად გაფიქრებს თუ რამდენად რთულია ყველასთვის გარდაიქმნა. ამის გარდა მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა საკეთებ, სად ხარ, რა პროფესიის ხარ, თუ არის ომი, ომში ხარ, ყველაფერი რასაც არ ნაკეთებდე, მაინც ყველაფერი კავშირია ამ თემასთან. ანუ და ძალიან საინტერესო ფოტოები გვაქვს შემორჩენილი ზოგადად სხვა ფოტოგრაფების მიერაც. მაგრამ ეს წიგნი იმიტომ მინდოდა თქვენთვის მენახებინა, რომ ეს ქალები, რომლებსაც უმეტესწილად თითქოს ნაკლებად საინტერესოები იყვნენ თითქოს თავის დროზე, იმიტომ რომ მათ უკან რაღაცნაირად გვეგონა, რომ რაღაც მამაკაცები იყვნენ, რომლებიც უფრო პოპულარულები იყვნენ თუ ასე შემდეგ, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ უბრალოდ არ იყო ესეთი პოპულარული მაშინ ქალი ფოტოგრაფები, ეხლა რა თქმა უნდა ძალიან პოპულარულია და ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს. მაგრამ მაშინაც ბევრი სირთულეები გაიარა მან. ასევე ლი მილერზე ძალიან ცნობილი, იმიტომ რომ მან ასე იგი
ჰიტლერის აბაზანაშიც იბანავა, ოღონდ არ იცოდა რომ ჰიტლერი მკვდარი იყო. ძალიან ისეთი გოგო იყო, ძალიან თავისუფალი და ამავდროულად ძალიან იყო ესეთი მიზნისკენ, იყო მუდმივად ანუ ვერაფერი ვერ აჩერებდა. თუ უნდოდა ომში წასვლა, წავედოდა ომში. თუ უნდოდა მოდის გადაღება, გადაიღებდა. აი ესეთი ძალიან რთულ პირობებში აქვს მას ესე გავლილი ნაცხოვრები. აქ ნახავთ მის გემოვნებას, ანუ ფოტოები ზოგადად, ოცო ხედავთ ხოლმე, უფრო მეტად ფოტოგრაფის სარკეს ვეძახი, იმიტომ რომ როგორცაც იღებ ფოტოებს, უფრო მით ჩანს თუ როგორია თვითონ, როგორი ხარ შენ. ამიტომ რა გაღელვებს და რას როგორ უყურებ, შენი გადაწყვეტილებაა როგორც ფოტოგრაფი, შესაბამისად, ლიმილერის დანახული თვალით მეორე მსოფლიო ომი ძალიან საინტერესო და დასაფიქრებელი ამავდროულად. აი ეს არის ძალიან საოცარი ესეთი ძალიან ბევრი საინტერესო კადრს ნახავთ როგორც წიგნში ასევე ფილმში. ეს წიგნი სხვათა შორის გამოვიწერე მე Amazon-იდან და არის კარგი, იმიტომ რომ შეიძლება გაფორმებებით, ანუ გვაქვს ასევე წიგნი ფოტოებია შიგნით, მისი ყველა ცხოვრების ეტაპით და მე მგონია რომ ძალიან დაგაინტერესებთ, იმიტომ რომ ვისაც აინტერესებს ფოტოხელოვნება, მაგალითად ბნელ ოთახში მუშაობის პრინციპი და სიახლე მაშინ რა იყო ტენდენციები ძალიან საინტერესოა. ამავდროულად მას აქვს ძალიან საინტერესო კაიროა გადაღებული ეგვიპტე, თავის ჩანახატები აქვს საოცარი და რამდენი ეტაპი გაიარა მის ცხოვრებამ და მასთან ერთად ფოტოგრაფია, რამდენიმე ეტაპი გაიარა და რამდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია მისი ცხოვრება და შესაბამისად მისი ნამუშევრებიც. ასე რომ გირჩევთ გაიცნოთ ლიმილერს უფრო დეტალურად, ძალიან ბევრს ნახავთ მას მის ალბომებსაც ონლაინ, მაგრამ ეს წიგნი იყო ისეთი ბევრი მომენტები იყო ძალიან ჩასანიშნი და მოკლედ აი მე გირჩევთ რომ შეიძინოთ ეს წიგნი, ვისაც ფოტოგრაფია უყვარს, აინტერესებს და ვისაც ძლიერი ქალებიც აინტერესებს, რა რთული ცხოვრება აქვთ მათ გამოვლილი. რომ დღეს იქ იყვნენ, სადაც არიან.